იცოდე, როცა შენ ცხოვრების მწვერვალზე დაიწყებს სწრაფად ასვლას, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც დაგიძახებს. ჩამოდი, მაინც ჩამოვარდებიო. არ დაუჯერო, სინამდვილეში ის შენ კი არ გიფრთხილდება, არამედ უბრალოდ ქვემოდან ყურებით კისერი ასტკივდა და ყველანაირად ცდილობს შენ მას სიმაღლებ მისი სიმცირე არ დაჩრდილოს. ამ ჩვენს წუთის სოფელში ყველას თავისი ჭკუა აქვს. ხშირად ასეა, როგორც კი რამე ახალ შეეჭიდები, მაშინვე გამოჩნდება ვინმე, ვინც ეჭვის თვალით დაგიწყებს ყურებას. სხვისი უნდობლობა იმ კედელს გავს შენსა და შენს ოცნებას შორის, რომ აღიმართება ხოლმე. მაგრამ დაიმახსოვრე, ნამდვილი გამარჯვება მათთან კამათი და თავის მართლება კი არა, შენი საქმის ბოლომდე მიყვანა. სხვისი ეჭვი შენს სისუსტეს კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ მათ თავად ეშინიათ დიდი ნაბიჯების გადადგმის. საკუთარ გზას რომ გაყვები, აუცილებლად შეგხვდება ისეთი, ვინც გეტყვის, არ გამოვა მაგას, ვინ შეძლებს ტყუილად ირჯებიო, შენ კი შენსას ნუ დაიშლი. ვინც დღეს შენს გეგმებზე იცინის, ხვალ პირველი მოვა შენი გამარჯვების სანახავად, იმიტომ კი არა რომ უხარია, არამედ იმიტომ რომ საკუთარი თვალებით ნახოს ის, რისი გაკეთების შიშიც თავად ჰქონდა. წარმატებას ერთი კარგი თვისება აქვს, ის ყველაზე ხმამაღალი პასუხია ნებისმიერ უნდობლობაზე. სანამ სხვები შენს გაჩერებას ლაპარაკით ცდილობენ, შენი შედეგი თავად იტყვის სათქმელს. როცა მიზანს მიაღწევ, ყველა ეჭვი თავისთავად გაქრება, რადგან გამარჯვება ერთადერთი არგუმენტია, რომელსაც ვერავინ შეეკამათება. ამიტომ ნუ ეცდები მათ გადარწმუნებას, ვისაც შენი მაინც არ სჯერა. ყოველი ზედმეტი სიტყვა მხოლოდ იმ ძალას გაცლის, რომელიც წინსვლისთვის გჭირდება. ამ გზაზე მთავარია შენი შინაგანი რესურსი მხოლოდ განვითარებისკენ მიმართო და ტყუილ უბრალოდ არ გაფანტო. ნუ გაფლანგავ დროს საკუთარი სიმართლის მტკიცებაში. შენი ყველაზე დიდი პასუხი, შენი შედეგები და ის ხარისხი უნდა იყოს, რომლითაც თითოეულ საქმეს აკეთებ. იყურე მხოლოდ წინ და ნუ მისცემ უფლებას სხვის ხმაურს შენი ფიქრები გადაფაროს. საქმეზე ფოკუსირება ის ძალაა, რომელიც ყველაზე დიდ ლოდსაც კი კიბის საფეხურად აქცევს, რომ უფრო მაღლა ახვიდე. საბოლოო ჯამში შენ მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ხარ პასუხისმგებელი. როცა შენი მიზანი შენსავე სიმართლეს ეყრდნობა, სხვისი ლაპარაკი მხოლოდ ქარის ქროლვად დარჩება. იარე წინ იმ სიმშვიდით, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანს ახასიათებს. როცა ფინიშის ხაზს მიაღწევ, დაინახავ, რომ ის ეჭვიანები, ადრე ფეხს რომ გიდებდნენ, ტაშს დაგიკრავენ. ცხოვრება მშვენიერია, როცა მას შენი გემოვნები დაშენებ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, გულში ვინც ყავს, ის გიყვარდეს და იმას მოუფრთხილდი. ის საქმე ისწავლე და აკეთე, რაც მართლა გაბედნიერებს. ილოცე იქ, სადაც სიმშვიდეს პოულობ. მოусმინე იმ სიმღერას, რაც სულს გითბობს. იკითხე ის წიგნები, რაც შენ გაინტერესებს და არა ის, რაც მოდაშია. იცხოვრე ისე, რომ შენ თავთან და სინდისთან იყო მართალი. სხვა დანარჩენი კი თავისით მოვა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. სადაც არის სიმართლე, იქ არის ღმერთი და სადაც არის ღმერთი, იქ არის გამარჯვება.